ქართული ჩაის ისტორია 1770 წლიდან იწყება, როდესაც ეკატერინე მეორემ მეფე ერეკლეს ჩაის ჭურჭელი აჩუქა. ეს საჩუქარი უბრალო დიპლომატიაზე მეტი იყო. მან ჩაის კულტურა საქართველოს სამეფო კარზე შემოიტანა და თანდათან ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა. დღეს, როდესაც ქართულ ჩაის აგემოვნებთ, თქვენ არა მხოლოდ სასმელით ტკბებით, არამედ იმ ისტორიას განიცდით, რომელიც საუკუნეების წინ დიდი ლიდერების მიერ გაზიარებული ერთი ფინჯანი ჩაით დაიწყო. ამ ერთ ფინჯანში მთელი სამყაროა. ამოსული ორთქლი ღრუბლებს უერთდება, ღრუბლები კი ნამად ეშვება იმ თვალწარმტაც ბუნებაში, რომელსაც ჩვენი სამშობლო ქვია. ჩაის პლანტაციებში დრო თითქოს სხვანაირად მიედინება. მზე პირველად სწორედ ამ ფოთლებში იღვიძებს, მთის ნამი კი თითოეულ კვირტს სათუთად ეხება. ეს არის ტრადიცია, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. მოусმინეთ ფოთლების შრიალს და იგრძენით, როგორ იბადება საუკეთესო გემო კრეფის, დამუშავებისა და შეფუთვის ყოველ ეტაპზე. ეს ის ხელოვნებაა, რომელიც მოთმინებასა და სიყვარულს მოითხოვს. საუკუნეების განმავლობაში იცვლებოდა ეპოქები, მეფეები, მწერლები და ჩვენი ყოველდღიურობა, თუმცა მთავარი უცვლელი დარჩა. ის ემოცია, რომელსაც ფინჯანი ჩაი და ჩაის ტური გვანიჭებს, როგორც სამეფო დარბაზში, ისე თანამედროვე ქალაქის რიტმის ფონზე. ეს არის გემოს ან მოგზაურობის გამოცდილება, რომელიც დროს უძლებს და ჩვენი იდენტობის ნაწილია. ეს ყველაფერი ახლა უკვე ჩვენს საიტზეა თავმოყრილი. ჩაის ქვეყანა. აღმოაჩინე ჩაით დახატული პეიზაჟი.